ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ბოლო 2 წელიწადში დაახლოებით 13,000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო და შესთავაზა მათ უსაფრთხო, ღირსეული და საიმედო გარემო. ვფიქრობ, უკრაინული სახლი საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ხალხისთვის არის სოლიდარობისა და იმედის სიმბოლო. აქ მათ შეუძლიათ ხელახლა დაიწყონ ცხოვრება, წამოიწყონ ბიზნეს საქმიანობა, ისაუბრონ მშობლიურ ენაზე. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა წვლილი შეიტანონ ეკონომიკურ განვითარებაშიც, რადგან ქმნიან სამუშაო ადგილებს. ლტოლვილებს მხოლოდ რიცხვების თვალსაზრისით არ უნდა ვუყუროთ, არამედ შევხედოთ მათ თავიანთი ნიჭისა და იმის მიხედვით თუ რა მოაქვთ ქვეყნისთვის. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ თავდასხმა ევროპის მშვიდობიან წესრიგზე. ჩვენ ვფიქრობდით, რომ გადავლახეთ ის დრო, როდესაც საზღვრები იცვლებოდა ძალის გამოყენებით, ან იყო საზღვრების შეცვლის ძალისმიერი მცდელობა სამხედრო გზით. რუსეთმა დაარღვია ეს წესრიგი. ჩვენ ამას არ ავიტანთ. ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ეს ჩვენს უსაფრთხოებასა და თავისუფლებას ზიანს აყენებს. სხვათა შორის, ეს საქართველოს უსაფრთხოებასა და თავისუფლებასაც ეხება. ჩვენ გავეცით 3 მილიონ ევროზე მეტი საქართველოში გაეგოს განვითარების პროგრამის სამართლის უზენაესობის პროექტის მხარდასაჭერად. ამ თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება ლტოლვილების მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის დახმარებაც. 2024 წლის დასაწყისიდან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანა სწრაფად შორდება ევროკავშირის ყველა ფუნდამენტური მიმართულებით. საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და გერმანიასთან ღრმა კრიზისს განიცდის. არ ვარ დარწმუნებული, რომ არსებობს გამოსავალი, თუმცა ვფიქრობ, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ საქართველოს ხელშია. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან ჩვენ ვიყავით საქართველოს სანდო პარტნიორები. ვისურვებდით, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს, თუმცა თუ კი საქართველოს ვისურვებდა კვლავ ჩვენი პარტნიორი იყოს. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია არის პრივილეგია. ის დამოკიდებულია კონკრეტულ მოცემულობებზე. ჩვენ შევხედავთ და მოусვენთ საქართველოს ხელისუფლების პასუხს ევროკომისიის მოთხოვნებზე და ამის მიხედვით გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს. ყველაფერი, რაც საქართველოს უნდა გააკეთოს, ევროკავშირის მიერ ბევრჯერ იყო დაწერილი და გაცხადებული. ქვეყანაში მიღებულია სამოქალაქო საზოგადოებისთვის რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წესებს.